პუტინის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგს ბოლო დროს ძალიან არ უმართლებს. ივნისის დასაწყისში უკრაინამ დრონების შტურმი წამოიწყო, რამაც რუსეთის ლიდერი დაამცირა რუსეთის უმსხვილესი ეკონომიკური კონფერენციის წინადღეს. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ გაგრძელებაც მოვიდა. და ეს მასშტაბური იყო. სანქტ-პეტერბურგში ხალხმა ალბათ იფიქრა, რომ ბირთვული ბომბი აფეთქდა, რადგან უკრაინამ ისეთი დიდი ცეცხლოვანი ბურთი შექმნა, რომ ის კოსმოსიდანაც კი ჩანდა. უკრაინამ იდეალური რეცეპტი შექმნა. დაამატეთ ერთი ნაწილი დრონები 5000 ტონას საბრძოლო მასალას და მიიღებთ მასიურ ჯაჭვურ აფეთქებას, რომელმაც სანქტ-პეტერბურგის სამუდამოდ დაასახიჩა. 5 ივნისს უკრაინამ რუსეთში დრონების არმია გაგზავნა. სამიზნე იყო სანქტ-პეტერბურგი. კერძოდ, უკრაინის დრონები მიემართებოდნენ რუსული საზღვაო ფლოტის 15 არსენალის გულში. ეს დრონები უპრობლემოდ დაფრინავდნენ, რადგან რუსეთის საერო თავდაცვამ სრულიად ვერ შეძლო მათი ჩამოგდება. საბოლოოდ 1000 კილომეტრზე ფრენის შემდეგ დრონებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეს, ბოლშაია იჟორას, ლენინგრადის რეგიონში. შემდეგ დრონებმა დაარყეს. და მათ გაანადგურეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის საწყობი, რომელსაც რუსეთის ბალტიის ფლოტი იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ შემდეგ დაადასტურა დათქმა, სწორედ რუსული ტელეგრამის არხი დოსია შპიონა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ამბავი გაავრცელა და აჩვენა, რამდენად ძლიერი იყო უკრაინის შეტევა. შეტევის დროს გამოყენებული იქნა დაახლოებით 40 დარტმის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 22 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. დარტმა მიზნად ისახავდა მიწაზე განთავსებულ ანგარის ტიპის საცავებს, რამაც თავის მხრივ იქ არსებული მასალების აფეთქება გამოიწვია, განაცხადა არხმა. პუტინი ამ ანგარიში კმაყოფილი არ იქნება. მან რუსეთში სწორედ იმიტომ დაიწყო ტელეგრამის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ არ სურს მსოფლიომ ან მისმა ხალხმა გაიგოს, რამდენად წარმატებულია უკრაინის ღრმა დარტყმების კამპანია. მაგრამ ამას ვერ დამალავ პუტინი. უკრაინის 8 დრონი ჩამოარდა 5000 ტონა საბრძოლო მასალაზე, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვები და საინჟინრო საბრძოლო მასალა. დოსია შპიონა იუწყება, რომ დარტყმის შედეგად 2 რუსი სამხედრო დაიღუპა, მაგრამ სწორედ აფეთქების მასშტაბი შეაშფოთებს პუტინს და სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლებს. ეს უბრალოდ 8 დრონის აფეთქება არ იყო. ასეთი მასიური საბრძოლო მასალის საცავის დარტყმა ნიშნავს, რომ იყო მეორადი აფეთქებები, რომლებიც იმდენად დიდი იყო, რომ 15 არსენალზე უზარმაზარი ცეცხლის ბურთი წარმოიქმნა. როდესაც ცეცხლი გაჩნდა, დამკვირვებლებს შეიძლება ეგონათ, რომ უკრაინას როგორღაც ბირთვული იარაღი ჰქონდა ხელში ჩაგდებული. ასე არ არის, მაგრამ უკრაინამ ისეთი დიდი ხანძარი გამოიწვია, რომ ის კოსმოსიდანაც კი ჩანს. ვიდეო მასალა, როგორც ადგილზე გადაღებული, ასევე სატელიტური სურათები გვიჩვენებს უკრაინის ბრაინის ბოლო დარტყმის მასშტაბებს. OSINT Intuit X-ის ანგარიზე ნაჩვენებია, როგორ გამოიყურება 15 არსენალი ადგილზე. ამით, როდესაც უკრაინამ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთზე 376 დრონი გაუშვა, ნამსხვრევები, რომელსაც რუსეთი ხშირად მკვლელად აცხადებს, კიდევ ერთხელ მოხვდა მიზანში. კადრებში ვხედავთ მასიურ ხანძარს, რომელსაც თან ახლავს ისეთი დიდი კვამლი, რომ რამდენიმე კილომეტრიდანაც ჩანს. თუმცა დარტყმის ნამდვილი მასშტაბი სატელიტური სურათებით ჩანს. კოსმოსიდან გადმოსული ფოტოები აჩვენებს, რომ არსენალის მთელი კუთხე ისეთი დიდი ხანძრით არის მოცული, რომ იქ არაფერს გადარჩენის შანსი არ აქვს. ეს არის ჯოჯოხეთის სიღრმიდან ამოღებული ცეცხლი, რომელიც უკრაინულმა დრონებმა მიიტანეს, დრონებმა, რომლებიც თითქოს არ უნდა არსებობდნენ. ცეცხლი ვრცელდება, მე-15 არსენალი ვეღარ აკონტროლებს მას. მეორადი აფეთქებები რომ შეწყდა, მათ მიერ გაჩენილი ცეცხლი უკვე იწყებს გავრცელებას რუსეთის ბალტიის ფლოტის საბრძოლო მასალის საწყობის გაშეულ მდებარე სოფლის მიდამოებში. რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში თავის თავს დიდად ვერ უშველა. 15 არსენალი თითქოს თვითონ ითხოვდა დარტყმას, რადგან რუსული თავდაცვის განმეორებულმა ჩავარდნებმა უკრაინის დრონებისთვის კარი ღია დატოვა. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, მოდი ვნახოთ, რაც ამ ოპერაციის შესახებ ამ ეტაპზე ვიცით. რამდენიმე ძირითად საკითხს უკვე შევეხეთ. როგორც ჩანს, უკრაინამ 40 დრონი გაუშვა ბოლშაია იჟორის მიმართულებით და ამ დრონებიდან 8 შეძლო რუსული საჰაერო თავდაცვის გარღვევა. მილიტანი ამატებს, რომ უკრაინის დრონებმა შეძლეს მიწაზე მდებარე ანგარების დაბომბვა, სადაც საბრძოლო მასალა ინახებოდა, რაც გახდა მეორადი აფეთქებების მიზეზი. რაც შეეხება თავად ობიექტს, მე-15 არსენალი დაარსდა 1930-იან წლებში, როგორც საბრძოლო მასალის საცავი ბაზა რუსეთის ბალტიის ფლოტისთვის. ეს უნდა იყოს გამაგრებული კომპლექსი, რომელიც მოიცავს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მსგავსი თავდასხმები, როგორც უკრაინამ განახორციელია, თავიდან აიცილოს. არსენალი ასევე დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილია, რომელსაც რუსეთი ხშირად იყენებს თავისი ბალტიის გემებისთვის, დამხმარე ხომალდებისა და წყალქვეშა ნავებისთვის. ეს შემთხვევითი სამიზნე არ ყოფილა. უკრაინამ დაარტყა ბოლშაია იჟორას, რადგან ცდილობს დაასუსტოს რუსეთის ბალტიისპირეთის ყოფნა. როდესაც კვამლი კვლავ ადიოდა, უკრაინის თავდასხმის ნამდვილი მასშტაბი გამოიკვეთა. 6 ივნისის ანგარიშში BBC ამბობს, რომ ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ ლენინგრადის თავზე 140-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მოსახლეობას მოუწოდეს დარჩნენ შენობაში როგორც შემდგომი დარტყმების შიშის გამო. ასევე იმიტომ, რომ 5000 ტონა საბრძოლო მასალის წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლის სუნთქვა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის.
ამასთან ერთად დროზდენკომ მხოლოდ ის თქვა, რომ უკრაინულმა თავდასხმამ უმნიშვნელო ზიანი მიაყენა რამდენიმე შენობას და გამოიწვია ხანძარი დაუკონკრეტებელ სამხედრო ობიექტზე. დროზდენკოს თქმაც კი არ მჭირდება. სატელიტური ფოტოები ყველაფერს აჩვენებს. ეს იყო ძლიერი თავდასხმა სანქტ-პეტერბურგზე, რომელსაც რუსეთი უპრეცედენტოდ აცხადებს, რადგან ცდილობს უკრაინა წარმოაჩინოს როგორც ცუდი მხარე, იმის გამო რომ სამხედრო ობიექტი გაანადგურა რუსეთის ტერიტორიაზე. Defense Block ამატებს, რომ ხანძრის მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ პოლშაია იჟორაში ხელისუფლება მიძულებული გახდა და ახლობებით 600 მცხოვრები გაეყვანა საკუთარი სახლიდან. მაშინ როცა საგანგებო სამსახურები ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას. მაგრამ ამ სამსახურებს ვერაფერი გააკეთეს საბრძოლო მასალის ჯაჭვური აფეთქებების შესაჩერებლად. რუსეთის დაღუპვა იყო მეორადი აფეთქებები. დრონებს მარტოაც შეუძლიათ ზიანის მიტანება, მაგრამ ასეთ რამეს ვერ ვიხილავდით, რომ დრონების სამიზნე 5000 ტონა საბრძოლო მასალა არ ყოფილიყო. უკრაინის დრონების საბრძოლო თავაკებმა ნაბერძგლის როლი შეასრულეს. დანარჩენი კი რუსეთის საკუთარმა საბრძოლო მასალამ გააკეთა. მეორადმა აფეთქებებმა ხანძარი გამოიწვია, მეტალის ნამსხვრევები ჰაერში აისროლა და აფეთქების ტალღამ კიდევ უფრო მეტი აფეთქება გაგამოიწვია. შედეგად წარმოქმნილ ხანძარს ვერავინ გაუმკლავდებოდა, სანამ მეორადი აფეთქებები არ დასრულდებოდა. რუსეთს მხოლოდ ყურება ლოდინი და იმედი დარჩენოდა, რომ მისი საკუთარი საბრძოლო მასალა მალე შეწყვეტდა აფეთქებას. ასე რომ რუსეთმა თვითონვე შეუქმნა პრობლემა საკუთარ თავს, როცა 5000 ტონა საბრძოლო მასალა ერთ ადგილას შეინახა. მაგრამ საქმე კიდევ უფრო ცუდადა. უკვე გითხარით, რომ ამ თავდასხმის დაშვების გამო რუსეთი ისეთივე დამნაშავეა, როგორც უკრაინა, მისი ორგანიზებისა და განხორციელებისთვის. აი რას გულისხმობდით. რუსეთმა სრულიად ვერ შეძლო იმ საბრძოლო მასალის დაცვა, რომელიც უკრაინამ გაანადგურა. ის მიწისქვეშა ობიექტები, რომლებზეც ვახსენეთ, გამოუყენებელი იყო. სამიზნე, რომლის დასაზიანებლადაც ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები იქნებოდა საჭირო, რუსეთს რომ გონივრულად ემოქმედა და სწორად შეენახა. ღიად იყო დატოვებული, რაც ფაქტობრივად უკრაინის დრონებს ეპატიჟებოდა მისასვლელად. სატელიტური სურათებით აჩვენებს, რომ რუსეთმა არ მიიღო საჭირო ზომები თავისი 15 არსენალის დასაცავად, მას შემდეგ რაც გადაწყვიტა საბრძოლო მასალა მიწის ზედაპირზე შეენახა. არსენალში არსებულ არც ერთ შენობას გარშემო დამცავი მიწის ბორცვები არ ჰქონდა. ამ ბორცვებს შესაძლოა უკრაინის დრონების შეჩერება შეძლებოდათ. თუნდაც ვერ შეძლონ, მათი მთავარი დანიშნულება მაინც საწყობებს შორის ბარიერების შექმნა. თუ დამცავი მიწის ბორცვები არსებობდა, მძვინვარე ხანძარი, რომელმაც მე-15 არსენალი და მინდებარე ტერიტორია მოიცვა, შესაძლოა ასე შორს და ფართოდ არ გავრცელებულიყო. რუსული არაკომპეტენტურობა საკუთარ ტერიტორიაზე. ეს აზრიც კი არ უნდა გაგვივლიდეს. აქ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი რეალობის ნაცვლად ვარაუდებზე მოქმედებს. უკვე 2022 წელს, როცა პუტინმა შეჭრა დაიწყო, ასეთი ელემენტარული თავდაცვითი ზომები საჭირო არ იქნებოდა. ბაზა, რომელსაც უკრაინამ დაარტყა 1000 კილომეტრის დაშორებით იყო. უკრაინას არ ჰქონდა იარაღი, რომელსაც ასეთი მანძილის დაფარვა შეეძლო. მაგრამ 4 წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონები ახლა უფრო შორს მიფრინავენ და უფრო ღრმად უტყამენ ვიდრე ოდესმე. და მაინც რუსეთს ჯერ კიდევ ეგონა, რომ მისი საბჭოთა ეპოქის ბაზა, რომელსაც არანაირი ძირითადი დაცვა არ ჰქონდა, უსაფრთხო იყო. მხოლოდ მანძილი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ უკრაინას 15 არსენალზე დარტყმა შეუძლებელი ყოფილიყო. მანძილი საკმარისი არ აღმოჩნდა. უკრაინამ ეს ახალ-ახალ დაამტკიცა. და როგორც ხშირად ხდება, უკრაინამ ღამის რეიდის დროს რუსეთში მხოლოდ ერთ ობიექტს არ დაუმიზნა. მე-15 არსენალი შეიძლება იყოს მთავარი სიახლე, მაგრამ 6 ივნისს კიდევ ბევრი სხვა ობიექტი დაიცვა. RBC უკრაინის ინფორმაციით პეტროგოფსკაიას ნავთობაზა ლენინგრადის ოლქის ლომონოზოვის დასახლებაში ერთ-ერთი ასეთი ობიექტი იყო. როდესაც მე-15 არსენალი იწოდა, ამ ობიექტზე აფეთქება და ხანძარი დაფიქსირდა. უკრაინამ ასევე პირდაპირი დარტყმები მიაყენა ნესტერის ნავთობ ტერმინალს, რომელიც იმავე ქალაქში მდებარეობს და გაანადგურა რუსული დრონების ცენტრები ზაპოროჟიაში და დონეცკში, ლოჯისტიკური სატყობი ლუგანსკში და სამეთაურო სადამკვირვებლო პუნქტი, რომელსაც რუსი სამხედროები ბელგოროდში იყენებდნენ. ეს იყო შოკი და შიში უკრაინის მხრიდან და გარკვეული პოეტური სამართლიანობაა იმაში, რაც უკრაინამ რუსეთს მიაყენა. უკრაინა შემთხვევით არ ურტყამს სანქტ-პეტერბურგს, ის ამას მიზანმიმართულად აკეთებს. 3 ივნისს უკრაინამ დრონების ტალღა გაუშვა პუტინის მშობლიურ ქალაქში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის წინა საღამოს. ხშირად მას რუსულ დავოსს უწოდებენ. ეს ღონისძიება პუტინს აძლევს შესაძლებლობას მიესალმოს დელეგატებსა და ბიზნეს ლიდერებს, რაც საშუალებას აძლევს მას შექმნას ილუზია, თითქოს რუსეთი სრული ეკონომიკური ქაოსი არ არის. უკრაინამ შესაძლებლობა დაინახა. მან რუსული დაოსის გახსნა დრონების იერიშებით აღნიშნა, რამაც სანქტ-პეტერბურგის ცა დააბნელა, რადგან ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს დებს დაარტყეს, რაც უზრუნველყოფდა, რომ ქალაქის ყველა სტუმარი მხოლოდ უკრაინის დრონების მოქმედებაზე ისაუბრებდა. და 6 ივნისს უკრაინამ პუტინის ეკონომიკური კონფერენცია მეორე იერიშით დაასრულა. ამჯერად ისეთი მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რომ ის კოსმოსიდანაც კი ჩანდა. პუტინმა ამ იერიშებს შორის დრო გამოიყენა იმისთვის, რომ ეთქვა, უკრაინასთან მშვიდობის მოლაპარაკებას აზრი აღარ აქვსო. რუსეთის ლიდერმა ომი აერჩია. უკრაინამ კი სათანადოდ უპასუხა. მოამზადა ასაფეთქებელი კვერცხი და პირდაპირ პუტინის სახეში ესროლა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია პუტინის დამცირება იმ საერთაშორისო არენაზე, რომელიც თავადო შექმნა რუსეთი, 6 ივნისი მხოლოდ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის დაბომბვას არ ეხებოდა. ამ დრონით თავდასხმის ნამდვილი მნიშვნელობა ისაა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში ახალ ფრონტს ხსნის.
ეს არის ფრონტი, რომლის გახსნასაც პუტინი არასდროს ელოდა და ის ომში ყველაფერს შეცვლის. მაგრამ სანამ მიზეზებზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რომ ნახოთ, რას შემოგთავაზებთ შემდეგ. ასე რომ უკრაინის 6 ივნისის სტარტმა მხოლოდ სანქტ-პეტერბურგს არ ეხებოდა. ეს ეხებოდა ბალტიისპირეთის რეგიონს და ეს არის ახალი ფრონტი, რომელიც უკრაინამ გახსნა. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, როცა გავამხილეთ, რომ 15 არსენალი რუსეთის ბალტიის ფლოტს ემსახურებოდა. Defense Block ამხელს რამდენად ღრმაა ეს მხარდაჭერა და აღნიშნავს, რომ არსენალში მხოლოდ საარტილერიო ჯვრები არ ინახება. ეს ასევე ობიექტია, რომელსაც რუსეთი იყენებს ბალტიის ფლოტის მიერ გამოყენებული სარაკეტო სისტემებისა და ტორპედოების შესანახად, შეკეთებისთვის, მოვლისა და განადგურებისთვის. ასე რომ, რასაც აქ ხედავთ, არ არის შემთხვევითი დათმა. ეს უკრაინის კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც რუსეთის ბალტიისპირეთის ყოფნის დასუსტებაა. გაიხსენეთ ის 3 ივნისის დარტყმები, რომლებიც ახლახან ვახსენეთ. იმ დღეს უკრაინამ ერთ-ერთ სამიზნედ კრონშტადტის საზღვაო ბაზა აერჩია და პირდაპირ დათმა მიაყენა პროექტი 20380 კორვეტს, სახელად ბოიკი, რომელიც რუსეთის ბალტიის ფლოტის შემადგენლობაშია. 3 დღის შემდეგ უკრაინამ დარტმა მიაყენა საბრძოლო მასალის საწყობს, რომელიც ფლოტს ემსახურება. დამცირება სასიამოვნო გვერდითი ეფექტია. რაც უკრაინა აქ რეალურად აკეთებს, არის კამპანიის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთი ბალტიის რეგიონში უძლური გახადოს. სრულიად ახალი ფრონტი გაიხსნა 100 კილომეტრით დაშორებით უკრაინიდან და იმ რეგიონში, რომლის დაცვაზეც პუტინს არასდროს უფიქრია. ამ ყველაფრის შედეგები უზარმაზარია. უკრაინის დრონებმა კრემლს აფეთქებით გაუგზავნეს შეტყობინება, რომ ბალტიისპირეთში რუსული აღარაფერია უსაფრთხო. აღარ არსებობს უსაფრთხო თავშესაფარი. ამის ნაცვლად უკრაინა აფართოებს გამორჩეულ საზღვაო კამპანიას, რომელიც შავ ზღვაში დაიწყო და ახლა მის საზღვრებს ბევრად ცდება. ეს კამპანია არ მოიცავს სამხედრო გემებს. უკრაინას ისინი არ ქავს. ან ყოველ შემთხვევაში არც ისეთ ხოვაში, არც ერთი ისეთი, რომელიც აღსანიშნავია. უკრაინა იყენებს სასიკვდილო ასიმეტრიულ სტრატეგიას, რომელიც მოიცავს საჰაერო და საზღვაო დრონებს, ასევე დროდადრო რაკეტებს, რათა რუსეთის საზღვაო ძალა პუტინის დაწყებულ ომში უმნიშვნელოდ აქციოს. როგორ უპასუხა რუსეთმა ამ ყველაფერს აქამდე? მან რამდენიმე ანტიდრონული ბადე დაამონტაჟა ბალტიის ფლოტის ომის გემებზე და ამით დაკმაყოფილდა. ეს მხოლოდ სიმბოლური მცდელობაა, რადგან ასეთი ტიპის ბადეებს შეიძლება შეეძლოთ მცირე FPV დრონების შეჩერება, მაგრამ ისინი ვერაფერს გააწყობენ უფრო მძიმე და ძლიერად დამთმელი შორი მოქმედების დამთმელი დრონების წინააღმდეგ, რომლებსაც ახლა უკრაინა რუსეთის ბალტიის ინფრასტრუქტურისკენ უშვებს. ეხლა ბალტიის ფლოტი საფრთხეშია. დარტყმები რუსეთის პორტებსა და კორვეტებზე ქმნის სარემონტო ტვირთს, რომელსაც რუსეთი ვერ უმკლავდება. საბრძოლო მასალის მარაგების აფეთქება რუსეთის სამხედრო გემებს ტოვებს ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე, რომ ბალტიის ზღვაში საფრთხე შექმნან. თუ მართალია, რომ რაკეტები და ტორპედოები არტილერიასთან ერთად დაიწვა მე-15 არსენალში, მაშინ რუსეთმა ახლახან დაკარგა რთული შეიარაღების სისტემები, რომელთა ჩანაცვლებაც სულ უფრო რთული ხდება, რადგან მომარაგების ჯაჭვები და 26645 სანქციის სიმძიმე ზეწოლას ახდენს. ბალტიის ფლოტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო რესურსია, რაც რუსეთს აქვს, არ მხოლოდ იმ საფრთხის გამო, რომელსაც ის წარმოადგენს, არამედ მის უკამდგომი ისტორიის გამოც. რუსეთი ბალტიის ზღვაში საზღვაო ძალებს ამ ფლოტის მეშვეობით 1703 წლიდან ინარჩუნებს. ფლოტში შემავალი ათეულობით ხომალდი მოიცავს როგორც საბჭოთა ეპოქის გამანადგურებლებს, ასევე უფრო თანამედროვე კორვეტებს. ეს ფლოტი ძალის დემონსტრირებისთვისაა განკუთვნილი. მისი მიზანია რუსეთს საშუალება მისცეს დააშინოს ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, შვედეთი და მთლიანად ნატო. მაგრამ უკრაინა ყველაფერს აბუჩად იგდებს, რადგან ბალტიის ფრონტს ნატოს ჩარევის გარეშე ხსნის. რუსეთის ბალტიის ფლოტს ბევრი არაფერი შეუძლია უკრაინისთვის ავნოს, გარდა იმისა, რომ დროდადრო გემები გამოუშვას რაკეტებისა და დრონების გასაშვებად. მაგრამ ამის გაკეთება ამ ომის გემებს სამიზნეებად აქცევს, როგორც რუსეთმა მწარედ ისწავლა შავ ზღვაში. უკრაინას თავისი მიზანი არ დაუფიქსირებია, თუმცა როგორც ჩანს ეს ნათელია. ის ცდილობს ბალტიის რეგიონი გაათავისუფლოს რუსეთის გავლენისგან. ცეცხლი, რომელიც იმდენად მასშტაბურია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს, საკმაოდ ძლიერი გზავნილია განზრახვის შესახებ. თუმცა უკრაინა საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ იცოდეს, რუსეთის ბალტიის ძალა მხოლოდ ომის გემების ფლოტით არ შემოიფარგლება. რუსეთს ბალტიის ზღვაში ასევე აქვს პორტები და ეს პორტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი სხვა ქვეყნებში შეუფერხებლად განხორციელდეთ, რაც მილიარდობით დოლარს მოუტანს პუტინის საომარ ბიუჯეტს. ამიტომ უკრაინა ამ პორტებსაც უმიზნებს. მარტის განმავლობაში უკრაინის დრონები, რაკეტები და რაკეტები რამდენჯერმე შეეჯახნენ ბალტიის პორტებს, პრიმორსკსა და ოსლოგას. ორივე რუსული მთავარი ტერმინალია, რომლებიც ერთად რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს ყოველწლიურად. ნავთობის საცავი აუზები განადგურდა და ორივე პორტს ოპერაციების შეჩერება რამდენიმე დრით მოუწია, რათა შეეკეთებინათ ის ზიანი, რომელიც უკრაინამ მიაყენა. მარტში ჩანდა, რომ უკრაინა რუსეთის ბალტიის პორტებს უტევდა, რათა პუტინს არ მიეცა სარგებლის მიერების შესაძლებლობა ნავთობის ფასების მასიური ზრდით, რაც გამოწვეულია ოპერაცია ეპიკური რისხვითა და ჰორმუზის სრუტის დახურვით სპარსეთის ყურეში. მაგრამ ეხლა ეს თავდასხმები უფრო ფართო კამპანიის დასაწყისს გავს, რომელიც რუსეთის ყველა ბალტიის აქტივს მოიცავს. ბალტიის რეგიონი უკრაინული დრონებისთვის თავისუფალ სანადირო ზონად იქცა. 15 არსენალზე საბრძოლო მასალის მასშტაბური დეტონაცია. სავარაუდოდ ამ გრძელი სერიის უახლესი შემთხვევაა ღრმა დარტყმებისა, რომლებიც პუტინის დაწყებულ ომს პირდაპირ მის მშობლიურ ქალაქში აბრუნებს.
პუტინისთვის სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთი ვეღარ უმკლავდება უკრაინის შორმანძილზე მოქმედ სტრატეგიას. დრონები, რომლებიც 1000 კილომეტრს დაფარავენ და რეალურად მიზნებს დაარტყამენ, არასდროს უნდა მომხდარიყო. მაგრამ ეს ხდება და ეს არის შედეგი იმისა, რომ უკრაინამ დიდი დრო, ენერგია და ფული ჩადო ზუსტად იმ ტიპის იარაღის შექმნაში, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ რუსეთს ეგზნო იმ ომის ტკივილი, რომელიც პუტინმა დაიწყო. უკრაინის შორი მოქმედების სტრატეგია განვითარდა. ის რაც ადრე ერთეულ დარტყმებად ითვლებოდა, ახლა გადაიქცა მუდმივ კამპანიად, სადაც უკრაინა თვეების განმავლობაში მრავალჯერ იერიშებს აყენებს მთელ ქალაქებს. ახლა ამას სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში ვხედავთ. ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, პორტებსა და საბრძოლო მასალის საწყობებში უზარმაზარ ცეცხლოვან გვალიტოებს. უკრაინის მთავარი მიზანია დაასუსტოს რუსეთის ეკონომიკა და შიგნიდან დააზიანოს პუტინის საომარი მანქანა. ეს მუშაობს. რუსეთის გაზაფხულის შეტევა ჩავარდა და პუტინს თვეში 30,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაუჯდა, ძალიან მცირე ტერიტორიული მოგების სანაცვლოდ. ეს დამფრევა არ არის. ეს პირდაპირი შედეგია იმ ტიპის დარტყმებისა, რაც 6 ივნისს ვიხილეთ. ასეობს ორი რამ, რაც ამ უკვე ცუდ სიტუაციას პუტინისთვის კოშმარად აქცევს. რუსეთს არ შეუძლია შეაჩეროს ის, რასაც უკრაინა აკეთებს და კიდევ ბევრი რამ მოდის. რუსეთის ძალისწყარო დიდი ხნის განმავლობაში მისი უზარმაზარი ტერიტორია იყო, მაგრამ ახლა ეს მისი ყველაზე დიდი სისუსტეა. უზარმაზარი ტერიტორია, რომელმაც მრავალი სახმელეთო არმია შეაჩერა, ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის დრონებმა და რაკეტებმა მიზნები ვერ მიაგნონ. ამის ნაცვლად რუსეთი ხედავს, რომ მისი საჰაერო თავდაცვა სულ უფრო მეტად გადატვირთულია და ვერ ახერხებს უკრაინის შეჩერებას. კიდევ ერთხელ, ეს ნახეთ 6 ივნისს 40. დრონიდან მხოლოდ 8 საკმარისი აღმოჩნდა, რომ გაენადგურებინა რუსეთის მე-15 არსენალი. მაშინაც კი, როცა რუსეთის საჰაერო თავდაცვა მიზანში ხდება, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შეაჩეროს უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი შემოსევა მის ტერიტორიაზე. ზუსტმა დარტყმებმა შეცვალა სახმელეთო შეჭრა. რუსეთს პასუხი არ აქვს. რაც შეეხება იმას, რაც გველოდება, მცირე მინიშნება გვაქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან. მაისის შუა რიცხვებში ზელენსკიმ გააფრთხილა, რომ მან დაამტკიცა მთელი გეგმა უკრაინის ღრმა დარტყმებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ივნისში. არაფერი ხდება შემთხვევით. ყველაფერი დეტალურად არის გააზრებული და სიგიჟემდე მომზადებული. აი რატომ მუშაობს უკრაინის დარტყმები და სწორედ ამიტომ იქნება პუტინი შეშინებული, როცა ყოველღამე თავის ბუნკერში იმალება. უკრაინამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში სანქტ-პეტერბურგის ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო რესურსებიდან ზოგიერთი გაანადგურა. გეგმილია მთელი თვე გრძელრი სტანციური თავდასხმებისა და რუსეთს არაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ გამოიცნოს, რას დაარტყამს უკრაინა შემდეგ. რუსეთის მთელი ბალტიისპირეთის პოზიცია საფრთხის ქვეშაა და თითქოს ვლადიმირ პუტინისთვის საქმეები ვეღარ გაუარესდება, მაგრამ მას მხოლოდ უკრაინაზე კი არ უწევს ფიქრი. ნატო აძლიერებს ბალტიისპირეთში თავის ოფნას რუსეთის შესაკავებლად. აღმოსავლეთ საზღვარი გარდაიქმნება გამაგრებულ სასიკვდილო ზონად ნებისმიერი რუსული სახმელეთო ძალისთვის და ეს მხოლოდ დასაწყისია. ახალი სადლობის სტრუქტურები იქმნება, რადგან ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აქამდე არნახული სერიოზულობით ეკიდება. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგიწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ The Military Show-ის შემდეგი ვიდეო და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.